დედიკო, მოგეხმარები დაჭრაში. გეგა ერთი სული აქვს ნახეთ. მოვდივარ. გეგა რა არის? ვერ შეჭამე და დიდი ნაჭერი არა იყო, პატარა ნაჭერი აიღე ჯერ. მიდი. კოდე ელოდება. ამოვიღებ მალე. უბრალოდ როგორი დაღლილი ვით. დავეთ ხეტები განახართ. იმდენი ვჭამე ხომიდა საცივი მე ყველი დავაყოლე რომ აი არ მითხრათ ისე ვარ. იურე კიდე ბევრი მაქვს, ცომიც მაქვს, მაგრამ ცომი შევინახე. სუდაი რა თებშები, მარტო ორი დიდი თებში მაქვს. აქ არ მაქვს, იქ არ მაქვს. მაგაც არ დევს გარეცხილებში. აკაჩკი. მაგიდაზე რა ამბავია, 1 2 აქ დევს ნამცხრები. ხოდეცი. აცი ერთი ადგილი ახლა და ალაგე ესენი ყველაფერი. ერთი წუთით გავა კაცი საჭმელზეც არ ვიცი, დავფიქრდები დავაკეთო თუ არა, იმიტომ რომ აქ დალაგებულს დატოვებ თუ არა, საყოლე მხვდება, 5 წუთით რო გავალ, ბიჭო. ღმერთო დიდებულო, აღარ შემიძლია მართლა. ნეტა ყველას ბავშვი ეგრეა. შემახედა ერთი. ეხლა ორჯერ გასარეცხები გავრეცხე და ვანა სავსე მაქვს აბანოში დევს. გამოვიტანო უნდა და გავფინო უნდა ისიც. ამათ არ შეუძლიათ ის რო არ დაყარონ ისე გამორიცხულია იქეთ რამე რო არ ეყაროს. აქ თუ შევშევდი რამოდენიმე წუთით გინდა ნახევარი საათი არა აქვს მნიშვნელობა. გამორიცხულია იქეთ რო შევა. ჩემთვის არის ის საღორე. საღორეა როცა რაღაც ყრია გინდი იატაკზე, გინდი მაგიდაზე. რა ვიცი, ჩემთვის საღორეა და მომკალით. ვერ ვიტან. იმიტომ რომ მგონია რომ დალაგებული მაქვს და შევიხედები და არაფერიც. ეხლანდელი პიურე არ არის ისეთი რომ ვაკეთებ ხოლმე და რატო იცით? იმიტომ რომ თუ წყალს ბოლომდე არ გავწურავ, მაშინ არ გამოდის ისეთი პიურე ხელზე არ გეკრობა. თუ კარტოფილს ბოლომდე წყალს დავუწურავ, ისეთი გამოდის. ოღონდ წყალი არ უნდა იყოს კარტოფილში დაჭყნების დროს. მე გამოდის კაი პიურე. ფედე. Hai, იქ ერთი ცალი. შემახედე აბა რა ამბავი. ის მანქანები ზე.
ისე იძახის მოვჩი თალა გაგოდემ და მეც ცოტა რამე ავიღე ჩაუწიე ჩქარა უცებ ჩემ ნაზუსხე გამაგრძელებელი არ მაქვს არ მიყიდა მუხანი ვერ მიცემო 30 ლარსო და გამორთული იმიტომ რომ იქეთ გაზი სულ მჭირდება და სულ ესენი ეყალა ორი ბაჭკა ამიტომ ესენი სხვას მივეცი სხვაგან წაიღე სულ ყრის თუ ხასიაზეა და ალაგებს ადა თუ არა და არა აი აქიდოს დე კარგი მე უყიდი პატარა მაგიმას სკამს პლასმასისას იმას არ გადეხავს აი ამისთვის ის რო გადეხეს ორივე ფერი აქეთ სულ დალაგებული მაქვს საწოლი ოთახიც ესეც ისიც მოგეთ დედა როგორ ვარ მეძინება ხაჭაპურიც მან გამოსაცხობი კაი ხა მოუღოთ კოდეს მე მგონი ეყოფა მოხარშვა აქ ეს რაღაცამ გაჭერა და რომ არის კოდე გამორთექ ხოლდე ნიკო წალიდე ეს დაიკავე yeah. ამდენია პატარაში 3-6-8 ცალი გეგასაც ვადავუდე ბევრი არ დააყარო დედა მოდი მე მოგეხმარები აი ასე უნდა აი ასე თორე მე მწარე ის რა არის იცი? იმასაც ამოვიღებ, ერთ შენ მოგცემ, ერთ შენ. მომენტებში გეგავა. ორი დევს და ერთი შენ, ერთი გოდეს და 9 ცალი გამოგივათ ორივეს. ჯამში. ასეთი სამწარე. ჯარი მწარე დე? კი არა, ცხელი. ცხელი ხა მოვიღე და აბა როგორ გინდა? მე ვიყარე იმასაც. ხეს არც ერთი არ გაიხა. დარეკო ესანდამა ესე ყიდი ხო? ხო. მეც ესე გავაკეთე. უნდა შეაქანაო და მე ვიდვაშად არ დაიხება. პატარა ქვავით მოხარშე და ამიტომ ორჯერ გამომივიდა მოხარშვა. ეს გავღვა. ეს გავაცორო. ამოვეს ხომერე გავუგოსებინე. So. Esse. Calves da. Şerbetli. Midi miya qale. Sada. Gode miye dedi. Ha? Hekha. ზემოდავდე, კაი მე ჩამოვუტა, რას ვერ ვიტან, იცით ეხლა? მაცი არის. ბევრი არ მოგივიდეს. იმდენად გაყრიალებული მქონდა ეხლა ამდენი იმის რაღაცების
თან ნამცხვრის ნადები და ამის ნამცეცები ისევ მექნება გასაწმენდი. დედი გადამოვარდა. აქ ჩავაგდე. დედი, აქ დაიბანე ხელი, მოდი ეხლა. მოდი. გისვია ვერ ხედავ პიურე, იმაზე შავი პირბილი გისვია. გეწერება. დაიმშრალე. ძალიან 잘ებოდა სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ მაინც გეგას ხათრით იმიტომ რომ გეგა ბევრს არაფერს არ ჭამდა ამ დღეების განმავლობაში გეგას ხათრით გავაკეთე ჯანმრთელობაზე. კიდევ კარგი რომ არსად არ წავედით ჩვენ ხეხაჩგალში აქვთ ვირუსი სიცხეები ხო და კიდევ კარგი რომ არსად არ წავედით კიდე არ მინდა მადლობა ღმერთსა არ მინდა მობრუნება იმიტომ რომ ეხლა ესენი ორშაბათიდან ცეკვაზე უნდა გავუშვა ვატარო კი გადაგოდე რო არ ვატარო არ შეიძლება დედი საფეთქები აგერ მიდევს სპეციალ ორი მქონდა საფეთქის ჩასადები ორივე გამიტეხაა და ორივე ის ყვავილებიანი ჭიქები ჩემმა გოგომ მაჩუქა მაგის საფეთქეთიდან გამომიგზავნა და 6 იყო. ადედი ერთი შენ ერთი იმას. და წარმოიდგინეთ 2 მაქვს. სულ ადამ დამინტვია. წყლის ჭიქებს ვერ გამოიტან. მაგიტო იყო ეხა იქ რომ ბოთლით მივეცი თავისი ბოთლით. სორი მაინც დამიტოვოს. კაი ისინი მორჩებიან და მე ხაჭაპურის გამოცხობა შევდგები, მაგრამ იმაში ხახვი მაქვს. ცოტა გადმობრუნებულს გამოვაცხო, ხომელში გამოვაცხო. ხომელში გამოვაცხო, გავახურებ ეხა. ერთს გამოვაცხო და დიდს და მოვჩები ისე. ეს ჯობია. აი ასე, გავახუროთ. So. დედიკო. გეგა. დედი მოდი აბა. რა დაგავიწყდა? ხელებიც დაიბანე თუ გინდა აქ, იმიტომ რომ ეხა საჭმელს მიიწევ და თუ არა და აბანოშიც დაიბანე. მიდი დაიბანე, მიდი. აბანოში. კაცად. იცის რო დგებიან აქ იციან რომ არ უნდა მოვიდნენ აბანოში უნდა შევიდნენ მაგრამ როცა საჭმელთან აქვს შეხება და რაღაცა მე აქაც იმავშვები იმიტომ რომ სადმე არ ყოფილან რომ რაღაც ესეთი ამბები შემოგაგება თავიღანე მეცინება ძალიან მეცინება როგორ ვარ იცით ხამე ვერ ვიცინებ მე აი 5 საათამდე რო არ დაიძინებ ძილი რო გაგიტყდება ადამიანს მანამდე მეიძინება მაგრამ არ ვიცინებ ადას გამო ეხა ცელოფანი მომაშორე ლოგინიდან რამდენი დღეა და სულ ვცდილობ რომ ახალი ლეიბი მაქვს და არ მინდა რომ რამე
წაწეთ ჩემ შვილებს. მაგიტომაც მე ღამებს ვათენებ. გოდესთან არანაირი პრობლემა არ მაქვს საერთოდ. გეგანების მიერ დროს ავაყენო. ყველაფერს გააკეთებს მაგალითად, მაგრამ ადაზე არის სახვეწნი, სამუდარებელი, ანუ უნდა ემუდარო, რომ არ გინდა დე გააკეთე მორჩი და მერე დავიწინოთ და ეს არა. ხო და ამიტომ ადას ველოდები დილამდე, ზოგჯერ 3 საათამდე. ხო და ძილი მაკლია. ვიღაცას ეუბნებოდა ჩემზე დღეს დილით ვინ დარეკა. თუ გუშინიღო, ჩემს დასეუბნებოდა მუხრანი ჩემზე. გვიანავდექი და მაშინ გუშინიღო, ნათიას რეუბნებოდა ჩემზე, რომ გამლანძღადე? შვადღემდე ძინავსო, ხო, მამიკო? ისეთ ხელშიაო რა უჭირსო ამას შვადღემდე ძინავსო. მართლა, ჩემ დასეუბნებოდა. თვითონ რო გაითიშება, всё, არც უნდა გააღვიძო, თორე სუბუზღუნებს მე, არ უყვარს მუხრანის გაღვიძა. მე კიდე რო არ მძინავს და რო დავდივარ მთელი ღამე. კიდევ კაი სოფელში არ ვარ. ჩემდენად ფილმა არ იცის საერთოდ მსგავსი რაღაცები, მაგრამ რამდენი ვიცით, რომ აი ადრე თუ არ ადგები, and შვიცაზე თუ არ ადგები, ქალი არ ხარო, ოჯახში შესაშვებიო, ესე იციან. ყველას არ ვეხები ხალხო, მაგრამ მე სადაც ცხოვრობდი, კიდე თუ სადაც, კიდე მოკლედ სოფლებში იციან ესე, რომ ქალი უნდა ადგეს ადრე. პატარძალი მით უმეტეს. უფრო ასაკოვანმა ადამიანებმა იციან ეგრე, ბებიებმა მაგალითად. არაფრით არ უყვართ, რომ აი იწვენ რაღაცა, მაგრამ შეიძლება შვილიშვილებთან არ ქონდეთ პრობლემა, სხვებთან აქვს პრობლემები, მაგ მხრივ ძლებთან. დედა ჩემმაც იცოდა ეს შვადღემდე არ დგებით და ასე და ისე და კაი მისაღებია, სხვის განუპრო გეწყენება თორე ხა. დედა ჩემმაც ხო იცოდა. ოღონ ჩვენ მიმართ, თორე ლიკას აგერ არის, ლიკა არასოდეს არ უთქვიაო, ან რამეს რო დაიწყებს და უსაქმური ხარ დაისვენე და მერეც გააკეთებ იმას და იცის ესეთი რაღაცები ლიკას მიმართ და ჩვენ მაგალითად რა ვიცი? მეც კი მეჩხუბებოდა, იმიტომ რომ სულ ყველგან გადათხრილი მქონდა და ბალახი ენატრებოდა, ბალახი არ იყო ჩემს ახლო-მახლო რო ვცხოვრობდი. არსად. სუთოხი მქონდა, არ იქა გადატრიალებული იყოს. ყველა მხრიდან თქონდა. მოკლედ ეს. ხაჭაპურს გამოვაცხობ მე რა გამოვა იმას გაჩვენებთ, ეხლა წავედრებით. ვაშს შევჭა. გოდე! მოდი დადე. დიდი საფეთქები რა, მაგიდაზე როტებს. აი ვიცი. ეგაში მე არ ვიცი. ჩააგდე ისიც დე? აი ვიცი. ცოლსაც წაადგებიან მერე ხალხო, თორე იმიტომ არა იმის ხა დგომას და იმას არაფერი არ უნდა. გავაკეთებ, მაგრამ მერე სხვის გოგოს რო წაადგნენ და მარტო იმას არ მოუწიოს ყველაფერი, მაგითო ვაკეთებ. იცოდნენ.
თორე ხა აგერ ვიდებ მე გამოიყურება. აი. ნახეთ, მეშინია რომ გაიწიე ბიჭო. მერთო როგორ უყვარს ხაჭაპური. ვაკოცებდი ახლა. ოხ, გოდერძი. ვერითმენს გოდერძი თორე კინაღამ აკოცა ამიმას ხაჭაპურს. ხო გაიგონეთ. ვაკოცებდიო. შევჭამდიო არაო. ვაკოცებდიო. ხო ნახეთ პროსტა რამდენი ყველი ვუქენი ამას. ამას კარგი ყველი. ხო და? შადინო? ჰა? რა ვიცი, იმდენი ყველი ვუქენი. მეკვირს კაცო 1 კილო ყავს როგორ აკმარებენ სამხაჭაპურს. მე ამას 9 კილო მაინც იქნებოდა რო ჩავაყარე. მე თვითებია. მინდალია ჩემჯიქიდან. ამიტომ მიყვარს ჩემი ხაჭაპურები აი ასეთი რომ არის. დედიკაო. ამჭიქინალია. მიუხედავად იმისა რომ საცივი ეს არის მარტო? ხო. მარტო კი არა, უნდა დამთავრდეს, თორე აწი მეტი რა გინდა მუხანი რამდენი დღეა? 4 დღე. ვიცი მე. 6 საათში უნდა ჩამოხდა. ო, ეს ისე იყო Facebook-ზე. კი ჩანს კაცო ყველი. კი. აჰა. აა. იგდარე გეხეწები აქ არ დადგა. ხო და ეხა მინდა კიდე მეორეს ვაცხობ. ესეც მეორედ გამოვაცხე. ესე გამოიყურება ძირფასიებო. გავედი ახლა. გავრეცხო ყველაფერი თორე. კი არაფერი თებშები არ დევს იქ, 3 თებში დევს, 3 ხინკლები რო ვაჭამე. იმ ერთი ხაჭაპურიდან 1 ლუკმა არ დარჩა, გოდერაზე შემოვიდა. ხო არ ეძებდა? გოდე ხაჭაპური გინდა? ხაჭაპური. იგე რა. 3 დინაჭი. ხელია რა. ხო და მოკლედ ეს იმიტომ გამოაცხე რომ ის ყველი მორჩასო. საათის მე ყავენ ამო. 1 კილოზე მეტი იქნებოდა მაგ ყველი 1 კილოზე მეტი და 2 ხაჭაპურს ეხო ძლივს. არა ნორმალური ხო? რატო? 3 რა არ გამოგიძება? დაი ბიჭო იმაში არ იყო შესამჩნევად. ყველი რა ვიცი მე ვერ გავიგე ხალხო. 1 კილო ყავს მე 3-ზე ვერ ყოფდა მომკალით, მაგრამ ეს დიდი შარონა იყო და პატარა ტაფაზე
კიდე შესაძლებელია, რა ვიცი. ჩემი დედამთილიც გაგიშდა აქ რო იყო. ვაიმე რამდენი ყოლს უშვებია და ნახე აბა თუ გამოჩნდეს მეთქი მე, რა ვიცი, მე მხვდება აბა სულ ეგეთი ყველი. მაგრამ მე როდესაც სუფრისთვის მჭირდება, ყოველთვის უგუნს ვახეხავ. და მე იწელება და უფრო შესამჩნევია, მაგრამ ეხა ყველი იყო სამაგიეროდ გემრიელი. მე რამდენი ხანი ხაჭაპური არ მიჯამია, იცით ყველა. ეს ყველი ანიკო და მე დამითმო, ანუ თავისი იყო და მე ვიყიდიო და მე დამითმო. მაგარი ადამიანია. ძალიან ძალიან მაგარი. მოკლედ ეს შემოკარგებო წავედი. აგიტვირთავთ ამ ვიდეოსაც. ხომით ყველა გავაცხელე არ ჭამა მოხამ. ხაჭაპური და საცივი უყვარს ამ კაცს. კოშკი ჩავყარე იცით და ეს შეიჭამა. всё. და ხაჭაპურის ჭამას მოვასწრებ ერთ ლუკმას მაინც შევჭამთქო და რვა დაიწყო. უყურეთ. 8 წუთი. ვერ გავსინჯი ხაჭაპური, იმიტომ რომ ყველი კაია, სუნი კაი ქონდა ამ ყველს. გემოც. აი, არა უშავს ხალ შევათბობ და ისე შევჭა. ჩაისთან. დღეს გამომივიდა ერთხელ ჭამა, ხომი, ყველი, საცივი რო ვჭამე. კარგია. წავედი. ტკბილ ძილს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.